რა ვაკეთო სოციქსელების ნაცვლად? ან რატომ უნდა ვაკეთო, როდესაც ამ სივრცეში ვერთობი შესანიშნავად? არჩევანი ძალიან მარტივია. ან შენ მართავ შენს ტვინს და ყურადღებას და დროს, ან აძლევ ალგორითმს მისი მართვის უფლებას. ან რჩები სხვისი ცხოვრების პასიურ მაყურებლად, ან ხდები საკუთარი ცხოვრების ავტორი და შემოქმედი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ტვინს ვერ ეტყვი. აქედან გადი და არსად შეხვიდე, რადგან ტვინს ძულს სიცარიელე. თუ შენ რაღაც ერთ აქტივობას უბრალოდ ამოჭრი და მის ნაცვლად დაუტოვებ ვაკუუმს, აუცილებლად წამოვა სიცარიელის განცდა და ამას მოჰყვება შემდეგ შფოთვა. აბა, რა ვქნათ, რით ჩავანაცვლოთ? ეს როგორც ვთქვით, არის დოფამინის ულევი წყარო. დოფამინზე კი ჩვენ უარს ფიზიკურად ვერ ვიტყვით, რადგან ამის გარეშე ჩვენი არსებობა არის საერთოდ წარმოუდგენელი. დოფამინი ჩვენი გადარჩენის და ჩვენი мотиваციის მთავარი ნეიროტრანსმიტერია. მის გარეშე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ საწოლიდანაც კი ვერ ავდგებოდით საერთოდ. აქ უბრალოდ მთავარია გავაარკვიოთ ერთი რამ, რომ პრობლემა დოფამინი კი არ არის. პრობლემაა დოფამინის მოპოვების გზა. კერძოდ, იაფი დოფამინი, ეს არის ლაიქები, კომენტარები, სწრაფი ვიდეოები, rilsები და ეს არის ზუსტად როგორც ნარკოტიკი. რაც უფრო სწრაფია და რაც უფრო დიდი დოზით არის, მით უფრო მალე გადადის და ჩაცხრება მისი ეფექტი და დოფამინის დონე იწევს საბაზისო ნიშნულს დაბლაც კი და სასწრაფოდ ითხოვს ისევ ახალ დოზას. რა არის და სად იშოვება, ასე ვთქვათ, ძვირი დოფამინი. ძვირი დოფამინი ეს არის ხელსაქმე, კითხვა, ხატვა, ცეკვა, ვარჯიში, კულინარია, ჩხირკედელაობა, ნებისმიერი რამ. აი, ასეთ შემთხვევებში დოფამინის მისაღებად ტვინს სჭირდება გარკვეული ძალისხმევა, სჭირდება რომ ინვესტიცია ჩადოს ამ დოფამინის მოპოვებაში. სამაგიეროდ ასეთი გზით მიღებული და მოპოვებული დოფამინი არის გაცილებით უფრო სტაბილური, მედეგი და ხანგრძლივად გაჰყვება ორგანიზმს და ანიჭებს მას ნამდვილი სისავსის და კმაყოფილების შეგრძნებას. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩანაცვლების ოქროს წესი, როდესაც ციფრულ აქტივობას ჩავანაცვლებთ, თუ ვერ ჩავანაცვლებთ, შევავსებთ მაინც ფიზიკური, ასე ვთქვათ, ტაქტილური აქტივობით. ჩვენი ტვინისთვის ნივთიერი, რეალური სამყარო, მიწასთან შეხება, სადილის მომზადება, ჩხირკედელაობა, ვარჯიში, ცეკვა, ხატვა, წერა, კითხვა, ნებისმიერი რამ არის თერაპია. და თერაპია, იცით რატომ? ციფრული გადაღლილობის დროს ადამიანი თითქოს კარგავს თავის სხეულის შეგრძნებას და რჩება მარტო მოაზროვნე თავი, ასე ვთქვათ. ხოლო სხეულის საზღვრების ხელახალი შეგრძნება, როდესაც მხედველობასთან და სმენასთან ერთად აქტიურდება ყნოსვა, შეხება, გემოვნება და ასე შემდეგ, ეს ადამიანს და ფსიქიკას უბრუნებს სტაბილურობის და მთლიანობის განცდას. მიჩნდება ხოლმე კითხვა, კი, მაგრამ რას ვაკეთებთ ადრე? მანამ სანამ საერთოდ არსებობდა სოციალური ქსელები და საერთოდ ინტერნეტიც კი. ადრე ჩვენ გვქონდა ის, რაც დღეს იქცა ფუფუნებად. ეს არის მოწყენილობის უფლება. როცა ჩვენ მაგალითად ტრანსპორტში ვხდებოდით, რიგში ვდგებოდით, უბრალოდ წვიმას ვუყურებდით, ჩვენს ტვინში აქტიურდებოდა სპეციალური საგანგებო რეჟიმი, default სისტემა. ეს არის ტვინის ავტოპილოტი, რომელიც ირთვება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს. უბრალოდ ვოცნებობთ, ვფიქრობთ, ღრუბლებში დავფრინავთ ფიქრებში, უბრალოდ ფანჯრიდან ვიყურებით, ხედით ვტკბებით და ასე შემდეგ. როცა ჩვენი ეს default სისტემა არის აქტიური, მაშინ ჩვენი ტვინი თურმე ერთმანეთთან აკავშირებს ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელ მოგონებებს, იდეებს, შეგრძნებებს და ასე შემდეგ. და სწორედ ამიტომ გაგიგონიათ ალბათ საუკეთესო კრეატიული იდეები, მიგნებები, გამოგონებებიც კი იქმნება სწორედ ამ მდგომარეობაში. როცა ადამიანი, რა ვიცი, შხაპს იღებს, ჭურჭელს რეცხავს, ან უბრალოდ სეირნობს, ამ დროს ჩვენი default სისტემა არის პიკში. და ამ დროს ფაქტიურად არქიმედეს და ნიუტონის რეჟიმში ვართ. თუმცა ეხა არქიმედეები და ნიუტონები შეიძლება ვერ ვიყოთ, მაგრამ ამ რეჟიმში ვიმყოფებით. არქიმედემ როგორც გახსოვთ, აბაზანაში წოლისას აღმოაჩინა, რომ მის სხეულზე ამ მგდები ძალა მოქმედებდა, ხოლო ნიუტონი ხის ძირას იჯდა არხეინად, როდესაც ვაშლი დაეცა და მაშინ დაასკვნა, დააკანონა, ასე ვთქვათ, დედამიწის მიზიდულობის ძალის არსებობა.
სოციალური ქსელების მთავარი დანაშაული არის სწორედ ის, რომ ამ სისტემას მთლიანად ბლოკავენ. საკმარისია ერთი წამი ჩავიგდოთ თავისუფალი, რომ მაშინვე ეს რობოტები ხელში ვიღებთ ტელეფონს და ტვინს ისევ ვტვირთავთ გარე სტიმულით. ამ რეჟიმში ის ვერ ახერხებს აი ამ თვითგანწმენდას და ეს შემდეგ იწვევს მენტალურ გამოფიტვას და იწვევს შფოთვას. როგორ დავძლიოთ ციფრული აბსტინენცია? აბსტინენცია ეს იგივეა რაც ლომკა. როგორ გადავაგდოთ ციფრული ლომკა? ყველანაირი ლომკის გადაგდება, რომ ძალიან რთულია, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და არ ვიცი რამდენად ცნობილია ის, რომ ჩვენი ტვინი ძალიან ზარმაცია. ის ყოველთვის ირჩევს იოლ გზას და იოლ გამოსავალს. მაგალითად, თქვენ თუ ხელთან ახლოს გიდევთ ტელეფონი და შორს წიგნი, უდიდესი ალბათობით ტვინი ყოველთვის აირჩევს ტელეფონის აღებას და არა წიგნისას. ამიტომ ნებისყოფის იმედად ყოფნას აზრი არა აქვს. გაართულე ცუდი ჩვევა და გაამარტივე კარგი ჩვევა. მაგალითად, ტელეფონი დავტოვოთ იქით ოთახში, ხოლო წიგნი დავდოთ აქვე, სასტუმალთან. ტვინს ახალი ჩვევის დასაწყებად სჭირდება იმპულსი. კერძოდ, თუ ცუდი ჩვევის მისაღწევად და გასამეორებლად 2 წამზე მეტი არის საჭირო, მაგალითად, ადგომა, მეორე ოთახში გასვლა, რაღაცა პაროლის, რთული პაროლის აკრეფვა და ასე შემდეგ. იმპულსი ქრება, ხოლო თუ კარგი ჩვევის განსახორციელებლად 2 წამზე ნაკლებია საჭირო, მაგალითად, იქვე გიდევთ წიგნი ან გვირილის ჩაი სიტყვაზე, ამ შემთხვევაში ტვინი უდიდესი ალბათობით შეასრულებს კარგ ჩვევას და უარ სიტყვის ცუდ ჩვევაზე. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვაქციო ამ მოქმედების დაწყების მოტივაციად? საერთოდ, მოტივაცია ყველაზე ძლიერი, ეს არის შემოქმედების სიხარული. რას ვგულისხმობ ამაში, როდესაც ადამიანი კითხულობს სხვის პოსტს, უსმენს სხვის ვიდეოს, ათვალიერებს სხვის ნახატებს, ეს რასაკვირველია მას ანიჭებს სიამოვნებას, თუმცა ის ამ დროს მაინც იმყოფება პასიურ რეჟიმში და თუ ამას ქრონიკულად ასე აგრძელებს, მისი თვითშეფასება თანდათან დაბლა იწევს. თუ ადამიანი თავად ქმნის, თავად წერს პოსტს, აქვეყნებს ვიდეოს, რგავს მცენარეს, ამუშავებს მიწას, ამზადებს სადილს ისევ და ისევ, უკრავს პიანინოს, ცეკვავს. ამ შემთხვევაში ის გრძნობს საკუთარ სხეულს, გრძნობს საკუთარ ცხოვრებას და თავს ამ ცხოვრების ბატონ პატრონად. აი სწორედ ეს მე შევძელი, მე შევქმენი უნდა ვაქციოთ მთავარ მოტივაციად. ეს რას ნიშნავს? ჩვენ დოფამინზე და ბედნიერებაზე უარს კი არ ვამბობთ. უბრალოდ ვირჩევთ, რომ ეს ბედნიერება იყოს ნამდვილი და არა ვირტუალური. დღეს, რომ სოცქსელები გაითიშოს, პირველ ეტაპზე ეს იქნება ტოტალური პანიკა და შფოთვა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად იქნება კაცობრიობის მენტალური გამოჯანმრთელების და ნამდვილ ხელშესახებ ბედნიერებასთან დაბრუნების დასაწყისი. ამ ლომკის გადაგდება ნამდვილად ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანებისთვის ეპოქალური გამოწვევაა. მაგრამ ყოველი მცირე გამარჯვება ამ გზაზე, თუნდაც 1 საათი ტელეფონის გარეშე ყოფნა, ფეხით სეირნობა ან ხელით წერა, ეს იქნება ჩვენი პატარ-პატარა გამარჯვებები ამ გზაზე, გამარჯვებები ალგორითმზე, კონტროლის დაბრუნება საკუთარ ცხოვრებაზე. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც. მე ახლა ტელეფონს გადავიყვან უხმო რეჟიმზე, ჯერჯერობით იმას ვერ ვახერხებ, რომ თლად სახლში დავტოვო. დროებით შემდეგ ვიდეომდე.